მოგებაში დარჩენა. გამარჯობა ზურფასო მეგობრებო, მორიგი გამოძიება, მე დავბრუნდი, ერთი კვირა ჩამივარდა, ასე ვთქვათ. გამარჯობა. მაგრამ მეგონი საინტერესო გადაცემა იყო, მე გიყურეთ. ცხადია, ბატონი მიხეილი, ბატონი ლუკა და გიორგი ისე თქვენთან ერთად ვარ და წლის ბოლო გადაცემა არის ლუკა. მინდა უთხრა მაყურებელს, რომ ჩვენ დიდი ხნით არ დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ შემდეგ კვირაში ჩვეულებრივად იქნება გადაცემა, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ახალ წელს ესე განსაკუთრებულად აღნიშნავთ, მაგრამ ევროპაში და მსოფლიოში უფრო 25 შობას აღნიშნავენ და ახალ წელს თამაშობენ ინტენსიურად და ჩვეულებრივად, ასე რომ ჩვენს მიუყვებით რომ ფორმიდან არ ამოვარდეთ, იმიტომ რომ ეს ერთკვირიანი დასვენებაც ჩვენს ფორმიდან ამოვაგდებს, ისევე როგორც ფეხბურთელებს და სპორტსმენებს აგდებს ხოლმე პატარ-პატარა დასვენებები. აბა როგორ ხართ? მე მადლობა, კარგად. ჩვენი თავარია შეხო კარგად მოიარე ყველაფერი. არის ყოველ დასვენებული რო არის. ჩვენიერი იყო ყველაფერი. ცივა უბრალოდ ჩვენზე ბევრად მეტად ცივა და ანერჩენი კარგია ყველაფერი. ხო, ეგ მიდგომა სხვა ჩვენს ევროპელებს, აი გიორგიმ რას თქვა, ძალიან საინტერესო თემა არის, რომ ახალ წლებზე დღესასწაულები როცა არის, ხალხს შეიძლება გართობა. რა არის გართობა? სპორტული ღონისძიებები არის გართობა. და პირიქით სრული დატვირთვით ის Boxing Day იქნება. ხალხი გამოდის რომ 100 ამოვნონ და ჩვენთან კიდე გამოცხადდა. არა, ჩვენთანაც არის სპორტული პაექრობა, ოღონდ ჭამას მაშინ. რასა მე შენ იცი რომ სტატისტიკა დაიდო რომ აი სხვაჩი რუსეთს იგივეა ჩვენთანაც აი ზამ ქვეყნე პოსტ. ესე იგი ამ ახალი წლების მერე ყველაზე მაღალია ავადმყოფობის რაოდენობა. რატო? იმიტომ რომ იმდენი ჭამას მის მერე ორგანიზმის იმუნიტეტი ეცემა, უჭირს მერე და პრობლემები ინფექციური ჩდება ადვილად. მარტო ჭამას არ არის მანდ. ვაირო მთავარი გესმის თუ ყველას ესმის პრობლემა. ხო, მოკლედ ეს არის ცოტა განსხვავებულ ფორმატში გვინდა რომ ვისაუბროთ თქვათ მომავალ წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე. მთავარი მოვლენა რა თქმა უნდა არის მსოფლიო ჩემპიონატი. თუ დასწალდა ეს მსოფლიო ესეთი არეულია რომ შეიძლება სხვა რაღაც იყოს მთავარი მოვლენა, მაგრამ სხვა გადაცემაში გამიგდა. როცა მსოფლიო ჩემპიონატი რაღაცა არის დედამიწაზე, ცაი ომებიც შერდება ხოლმე, ოლიმპიადა. 2008-ში გვახსოვს. 2008-ში ჩაიწყო სამწუხაროდ, მაგრამ ხო აი ეგეთი რაღაცა ყველა ოლიმპიადის გახსნაზე მსოფლიოს ყველა ლიდერი მიდის ხოლმე იქა და თითქოს ყველაფერი გაჩერებული უნდა იყოს და მეორე არის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, ყველაზე ყურებადი მოვლენა დედამიწაზე და მე არ მგონია რომ ემუქრებოდეს ლუკა მსოფლიოს ჩემპიონატი. ხო, არა, ძალიან მაგარი რაღაც არის იგი იმ დროს ვიხსენებდით რომ მსოფლიო ჩემპიონატი ადრე როგორ იყო, ხო? განვიხილავდით მართლა შემდეგი 4 წელიწადი თითოეული მატჩის პერიპეტიებს. ასე იყო. ეხლა იმდენი ნაკრებია უკვე რომ რაღაც თან მეუცნაურება, თან მაინც ელოდები მიჩვეული რო ხარ. მაგრამ უკვე რაღაც აღარ აქვს თითქოს ის მოამბე არ არის, იმიტომ 16 გუნდი რო თამაშობდა, დონე იყო სხვა და დაახლოებით თანაბარი, მახსოვს ჯერ კიდევ 66 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში. ძალიან თანაბარი გუნდები იყო, კორეამაც კი რეები გააკეთა თუ გახსოვთ ჩრდილო კორეამ, და პორტუგალიას როგებდა 3-0 და იტალია რო გამოაგდო და აი და ეხლა ნუ კაი იმდენი გუნდებია. ისეთი დონეებია, ნუ არ ვიცი, ახლა ის ინტერესი არის. ხო, ნუ კურასაო და რა ვიცი, ვინ აღარ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები შეიქმნება და ხოლმე წილისყრის მერე მეორე დღეს ვიცოდი ზეპირად ყველა ჯგუფი. ეხლა წილისყრის არც ნახე საერთოდ, იმიტომ რომ მე რო გადავხედე, არგენტინის გულშემატკივარი ვარ და არგენტინა არა ჯგუფშია, მაგასაც წილის ვიხსენე. ცერა ადვილი დასამახსოვრებელი იყო ადრო, იმიტომ 16 გუნდი ისე. ეხლა ძალიან ძნელია უკვე და ხო, ნუ პლეიოფებიდან ისევ ძალიან საინტერესო იქნება ჯგუფებში რო გადავხედე, აი ალაგ-ალაგ არის საინტერესო თამაშები, თუ ორი ძლიერი გუნდია და თან ის ძლიერი გუნდი. ნუ ძირითადად უკვე მეოთხე ფინალებიდან იქნება ალბათ საინტერესო. თუმცა ადამიანობაში მაინც ისე ერთ რამეს გეტყვით სხვა შორის, მოდი აღვნიშნოთ ესე, რომ 17 თებერვალამდე გრძელდება ჯერ კიდევ გველის წელიწადი. ამიტომ როგორც აქამდე იყო, ასევე გაგრძელდება ყველაფერი დაახლოებით 17 თებერვალამდე და 17 თებერვალის მერე დავაკვირდეთ. უნდა რადიკალურად მოიმატოს დინამიკა ყველაფერში. მატჩები იქნება, თამაშები იქნება, პრესკონფერენციები იქნება, იმიტომ რომ შემოდის ცეცხლის სტიქის ზე აქტიური, ზე ენერგიული წელიწადი. ანუ მოდი ეს ვთქვათ, ახლა სად გველი და სად ცხენი ხო დინამიკით. ახლა თანაშეულებრივი ცხენი რო იყოს, რა გვიშავს?
ეს არის ცეცხლის ტიკის მუსტანგი ველური, რომელიც აი მოუცვენიერელებ წარმოიდგინე ხა ეს 60 წელიწადში არის ეს ცეცხლის ტიკია, მე ხვდით ცხენთან. ესე იგი ეს იქნება თამაშებიც კი უნდა იყოს ძალიან დინამიური, ძალიან აზარტული, ყველა სახის კრივი იქნება თუ სხვა იქნება, აი ნახეთ როგორ მოიმატებს აზარტი, დინამიკა, მოძრაობა, მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება მოიმატოს ტრავმულობა მათ. იმიტომ რომ აგრესია აშკარად მოიმატებს მათ შორის მოთამაშეებში, ამიტომ ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ ვინისიუსის გამოხტომებს, ეს შეიძლება გაორმაგდეს 17 თებერვლის მერე და იგივე მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის ძალიან დაიძაბოს ურთიერთობები. ანუ საფეხბურთო სკანდალების სერიოზული დრამატის. მოდი ესე ვთქვა. ისე სპორტს გარეთ რო გავყვეთ ვისი წელი მოდის, რომელი ზოდი აქვს. ნუ ჩემო კარგო, ეხლა ერთ-ერთი თავარი ფავორიტი ხარ შენ. გერჩხილებო, პირველი ნახევარი განსაკუთრებით ეფექტური გაქვს. მეორე ნახევარში უკვე ფულსი შოვით. დამხრივად ძალიან გაილაღებთ. მეორე ფავორიტი არის ლომი, იმპერატორთა ნიშანი, ოღონდ განსაკუთრებით მეორე ნახევრიდან. აი, უკვე წარმატების ერთწლიანი ეტაპი ეწყება. მესამე ნიშანი იქნება ქალწული, სადაც გადადის ფარველი ანგელოზი, წარმატების ფაქტორია ყველაზე მაღალი და ყველაზე ფრთხილად უნდა იყოს სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე მშვილდოსანი და სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ თხის რატო? მათ აქვს ყველაზე მაღალი კონფლიქტების, ტრაუმების, ავარიების და ჩავარდნის ერთგვარი პერიოდი, მოდი ესე ვთქვა. ხო, როცა ვერ ახსნი, კარგად თამაშობდა ყველაფერი და უცებ ჩავარდნის პერიოდი დაიწყო. რატო? აი, ზუსტად ეს შავი მთვარე გადის ამ ნიშანს, ამიტომ ცდუნებების ალბათობა მაღალი ექნება სხვადასხვა თავში ავარდნის, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის, რაც შეადმოსდით სპორტსმენებს, ხო? ამიტომ შვილდოსნები და მეორე უკვე თხისქები განსაკუთრებული სიფრთხილის ზონაში უნდა იყვნენ. ნუ კირჩხებს თუ კარგი წელი აქვს, მაშინ ველოდები მესის კიდევ ერთი. ჩვენ საშუალო, მე, შენ, კურო, მერწყულები, ნუ საშუალო, ყვარცხელია, ამიტომ ხვიჩა საშუალო წელიწადი აქვს. ნორმალურად, სტაბილურად გაივლის ამ წელიწადს. ეს ცეცხლოვანი რაში, ხო, თუ წელი. უნდა გახედნოთ, უნდა მიუშვა. ღირს მისი გახედვა. ნუ იცი რა, შენ ახლა ხო კარგად იცი უკვე ხარ, რომ გავხედნით იმ ვთქვათ რას ის არ არის რაც იყო. შეიძლება ეს უფრო გაგმოფილებს შენ, უფრო მშვიდი, წყნარი, ხო, რომელიც გიჯერებს, ხო? მაგრამ აი ეს ექსპრესია, რომელიც აგველურს, გიჟგადარეულს, ხო? ის იკარგება. ხო, ეს მე ხა ძაღლი და გელი, ხო? პრინციპში. აი განსხვავებით აქაც დაახლოებით, რომ იმას თავში ეშხი აქვს. თავისუფალი რო არო დარბის და არის ერთ ამბავში მინდორველში გესმის და ეს უკვე შენ რო გემორჩილება, ნუ ამას თავისი პლუსები აქვს, მაგრამ ის ექსპრესია იკარგება. ძალიან საინტერესო. ანუ შენ და მესი სანაკრებო გოდიშულობა, სანაკრებო დონეზე ბრაზილიას გულშემატკივრობთ, ხო როგორც მახსოვს თუ? არა, მე მომწონს ხა ბევრი გუნდი, რასაკვირველია, მაგრამ ბრაზილიის ყოველთვის დიდი მეხოთბე ვიყავ, იმიტომ რომ ბრაზილია იყო სპექტაკლი. ხო, მე ხარ როგორ დავუთხო ყველაზე კარგი. არა, ნუ ეხლა უკვე ვერ დგავს ამ ბოლო წლებში, ახლა დამეთანხმებით ამ, მაგრამ მე რომ მახსოვს, დაწყებული 70 წელი, ხო? მერე თუ გინდათ ეს იგივე დავუშვათ 82 წელი, 86 ეს ზიკო, სოკრატესი, ფალკაო, ულამაზესი თამაშები, ხო? მიუხედავად იმისა, რომ წააგეს ყველაზე მეტად ხალხ და იქ არავის არ აიტა იტალიის ჩემპიონობა ყველას დაწყდა ერთ რამეზე გული, რომ ამ სპექტაკლს ვეღარ შევხედავდი და მალე დაამთავრეს მეოთხედფინალში გამოვარდა უკვე ბრაზილია. იმიტომ ასეთ სპექტაკლს ვერავინ ვერ დგავს. არგენტინა ძალიან კარგი გუნდია, ძალიან მომწონს, მაგრამ ესეთი ლამაზი, აი, მეგონება სამბას რო თამაშობენ, ხო, მოედანზე. და ახლა ქართველებს ეს თამაში გვიყვარს მესხი, მეტრეველის და დათოყიფიანის შემდგომ, ხა ის გვიყვარს ფანტაზისტები, ხო? აი, ბრაზილია იყო მთლიანად ფანტაზისტი რა. სოჭუის ერთხელ პატარა ვიყავი და რომელიც წლის სოფლიო იყო ეს 1-0 მოუგო მარადონა და კანიჯას გოლი ბრაზილიას რომ მოუგო 1-0 არგენტინამ. მარადონას პასი კანიჯას გოლი კი სოფლიოზე და ვიტირე და უბრალოდ მახსოვს მან ჩემს რა გატირებს არზოს არ გულშემატკივრობდი ბრაზილიას ყოველთვის გერმანიის და ნიდერლანდების გულშემატკივარი ყოფილი. ვიტირე, იმიტომ რომ ეგეთი უსამართლობას ორერაში რა მინახავს. ერთხელ გადავიდნენ ნიკიტარეს და ერთი პასი მარადონას გენიალური გადაცემა და გოლი კანიჯას. შენ და ვახო გეგელია, ესე იგი ხართ გერმანიის მოყვარულები. ვახო გეგელია. ვახოს მაგიჟებდა, რაც არ უნდა თამაში დავждებოდით.
გერმანია მოიგებს. აცაროდა ცუდ ფორმაში ყოფილიყო. ვარცხა იგებს და სასწაულია. ეგეც შეიცვალა სამწუხაროდ. არა, ისე თუმცა ჩვენში დარჩეს ახლა გერმანია ბევრი საოცრება გვაჩუქა. მე როგორ დამავიწყდება 1970 წლის ნახევარფინალი გერმანია იტალია. ეს რა იყო? ხალხო, ეს იყო ტრილერი. სასწაული ბეკენბაუერი დამტრეული რო თამაშობდა ამ გიბს ხელით და ესეთი მე არ მახსოვს რა თამაში იყო თუ გინახავ ისტორიას ეგეთი ხო ნუ არ ვიცი ეს იყო ტრილერი საფრანგეთი ხო გერმანია საფრანგეთი კი ბატონო კი მოკლედ ფავორიტად ვის თulit ვინ მიყვარს ეს გავიგეთ აი ვინ ხო იცი რა ხა დღევანდელი გადასახედიდან თუ გადავხედოთ ყველაზე კარგ მდგომარეობაში მე ვფიქრობ რომ მაინც ესპანეთი სხვადასხვა ბევრ რამეს გამოაჩენს და ასევე დიდი მოლოდინია მსოფლიოს ჩემპიონატამდე გველდება ეგრეთ წოდებული ფინალისიმა კოპა ამერიკას და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები არგენტინა ბრაზილია დოჰაში მარტში შეხვდებიან ერთმანეთს და ეს ძალიან მაგარი თამაში უნდა იყოს არა მე ეს რას ველოდები ის ხო უნდა ყოფილიყო კიდე არგენტინის და ესპანეთის თამაში. აი მაგას ხო? მაგას შე ბრაზილია თქვი. ბრაზილია ამიტომ დავფიქრდი ახლა. გასაგები. ესპანეთი არგენტინა. ესპანეთი არგენტინა ხო? როდის არეგა მარჩი? მარჩია კი ბატონო, დოჰაში გაიმართა. აი მანდ იქნება ტესტი სერიოზული ესპანეთისთვის კი ბატონო, რადონეზე. რამე სიურპრიზებს ხო არილით? არა, სიურპრიზები აუცილებლად. რას ლაპარაკობ? სიურპრიზები ცხოვრებაშიც იქნება. და არა მარტო მოედანზე, იმიტომ რომ ხო შენ თვითონ წარმოიდგინე რა. ეს წითელი გიჟი გადარეული ველური ცხენი. სად გავარდება? ესე იგი ჩვენ ყველანი ვართ ფაქტობრივად ჟოკეები მომავალ წელს, მიხვდი? შენ თუ არ იცი მართლა ამ გიჟი გადარეულის, ხო? ჩამოგაგდებს ნებისმიერ მოსახვევში. ამიტომ ჩამოვარდა ბევრი იქნება, ამიტომ გითხრათ სკანდალებიც ბევრი იქნება, პრესას უამრავი სამუშაო ექნება ამ კუთხით. და სწორედ ტრავმები იქნება კაცო. მაროკო. აი ახლა წითელი წენი არანორმალურები მაროკო მე ველი სიურპრიზებს მაროკოს მოყოლილი მაქვს ეგ ამბავი შეიძლება შენ რაღაცა მაროკო კაცო იტყვია არა ისე კი ძლიერი გუნდია მაგრამ გაგარანტია რომ ხა ჩემპიონი გახდება ჩემპიონი ვერანაირად თან წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეგობრებთან ერთად ვიყავი ჩვენი მეგობარი ასევე სპორტული ჟურნალისტი ვაკო ყიფიანი და კაიფობდით და მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდებოდა და რამდენიმე ჩვენ მეგობარო აირჩია გუნდი ვის ვინ მოიგებდა ასე ვინ უფრო შორს გავიდოდა და დავნაძლევდით ასე ვთქვათ და მე დავრჩი ბოლოზე ყველაფერი არგენტინა, ესპანეთი, ბრაზილია ყველაფერი არჩეული. ნუ ერთმანეთს დავენაძლევეთ და მე ვაკოს დავენაძლევე ასე ვთქვათ რომ შენ იმან აირჩია ბრაზილია და არავინ ვარ დარჩა, მოდი ვიფიქრე და მოდი მაროკო მეთქი რა. მაროკო თუ უფრო წინ გავიდა ვიდრე ბრაზილია თქო, შენ კი სრულობ აი ამ სუფრას, რაც ვინც ვართ ახლა, ერთი რვა კაცი ვიყავით. თუ ბრაზილია უფრო წინ გავიდა მეთქო. და ნუ აი როგორ დამცინა ყველამ ხო წარმოგიდგენია და საბოლოოდ მაროკომ ითამაშა ნახევარფინალი ბრაზილია გავარდა მეოთხედ ფინალში. აი ეგეთი ეგრეთ წოდებული მაზიანი მაქვს მოგებული და ნახევარ მაროკო. არა ეხლა მე ეს ხო გონია მაროკო ერთ-ერთი მე არ ვამბობ რომ ბრაზილია მოიგებს, ბრაზილია ვერ მოიგებს, ინდონეზია არა და კარგა ხანი დაჭირება თუნდაც ანჩელოტი ყავდეს რომ აზზე მოვიდნენ ეგენი საერთოდ იმდენად დაშორდნენ თავის ფეხბურთს ძალიან შორს არიან. მაგრამ იცი რა, აი არ ვიცი ხა მე თქვენთან მაქვს ესეთი კითხვა. ელოდებით თქვენ რომ ეს ჩემპიონატი მაგალითად ამდენი გუნდის ხელში უფრო საინტერესო იქნება ვიდრე დავუშვათ წინა. ჯერ ვერ წარმომიდგენია. სულ მაინტერესა ის ფეხბურთის ექსპერტებთან. აი ხა რაც გააკეთა FIFA-მ. გასაგებია რომ ფულის გამო გააკეთა, მაგრამ სპორტული კუთხით. ხო და არა, ისედაც გადაღლილები, ისედაც აი ხა ნახეთ პაუზა არა აქვს ფაქტობრივად, ხო? დამთავრდება ეს ახალი წლების აღნიშნა და ყველა იწყებს სასწრაფო ჩემპიონატს რომ მოასწრონ სოფლიოსთვის ცოტათი პატარა პაუზა მაინც აიღო. რთულია. იქ პლუს ჩემპიონთა ლიგა, სხვა ევროტურნირები ყველაფერი და ეს გამოფიტული ფეხბურთელები, აი ვინ უფრო მეც ხო იცი მეორე მხრივ ანუ პოზიტიური კუთხით რომ შევხედოთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ რომელიმე 1-2 საინტერესო გუნდი რომლის შესახებაც მანამდე ბევრი არაფერი ვიცოდით, შეიძლება გაგვაკვიროს ვიღაც კაბო-ვერდენ მაგალითად გამოვიდეს და კარგი ფეხბურთი ითამაშოს, ვიღაცა სენსაციები, უფრო მეტი შანსი აქვს რომ სენსაციები მოხდეს რაც ხა სოფლიოს ჩემპიონატზე ყოველ საინტერესოა ხო ახლა ორი ძლიერი გუნდი რო ხდება იქ იცი რომ სენსაცია ვერ მოხდება რომელმაც არ უნდა მოიგოს მე ელოდები რომ ან ერთი მოიგებს ან მეორეც და ახლა გამოვერდე რომ ხდება ვიღაცას იტალიას და რომ მოუგებს უკვე საინტერესოა იტალია ჯერ გავიდეს ხო
და მეორე ალბათ ბევრი გოლიც გავა. ხა ცალკაში ბევრი გოლი ხშირად არ არის საინტერესო, მაგრამ მეორე მხრივ ხა კურასაო რო შეხვდება ბრაზილიას, აი 5-0-ს. ეს ფაქტორის მინდა ეთქვა რომ გეოგრაფიული კუთხით რაღაც სალგებლობა აქ ამას. იმიტომ ბევრ მარიცო დარც გაუგია კურასაო. ეხლა სვაჩუს ჩაიხედეს და ნახეს სად არის. რომელ ზონაში ეს მაინც იციან. გეოგრაფიულად. მოკლედ, პაულო გიორგი გასაგები არგენტინა, ესპანეთი, მგონია მეც ესპანეთი და თქვენც ესპანეთი. კი. ისა საფრანგეთის და ასელოდი. ესპანეთი, იმიტომ რომ ის კუკურელიას ხელი რო ყოფილიყო, იქაც არ იქნებოდა სადაც ახლა. ფრანგებისგან ელოდები რამეს ლუკა. ველოდები რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ჩემი აზრით მსოფლიოში ყველაზე სტაბილურად ძლიერი ნაკრები. რომელსაც ჩავარდნა ფაქტობრივად არ. ანუ ფინალში ელოდები. ნუ ასე არის ბოლო პერიოდში სულ. შემადგენლობით რო ავიღოთ, ხო, ალბათ ყველაზე ძლიერიც არის საფრანგეთი. ინდივიდუალურად რო ჩამოვთვალოთ. ნუ შემადგენლობა ალბათ ყველაზე ძლიერია. ხო, აი როგორ მიიყვანს ამას ბოლო მსოფლიო იქნება, ხო? ზიდანი და ზიდანი სადაც მიც მე ვხედავთ რაც ხდება და ამიტომ მე არ შემატკივრებს საფრანგეთს, იმიტომ რომ ზიდანის ფაქტორიდან გამომდინარე მე გველის პერიოდი როგორც რეალი იყო ალბათ ეგეთი, იმიტომ რომ შენ გულს შემატკივრობ გერმანიას. რა გერმანიის შანსი არ არის, აღარ შანსი არ არის. მე რთული აი ფსონი რო გავაკეთებდი სენსაციის ვარიანტში მაროკოს და ისე ნიდერლანდები. ეგეც სენსაცია. შენ თვლი რომ ნიდერლანდები გაკაჩავს? თვლი რომ ნიდერლანდები გახდება მსოფლიო ჩემპიონი. ანუ ახალი მსოფლიო ჩემპიონი იქნება. აუცილებლად. ეხლა? ნო რას ლაპარაკობ ამ დონეზე? ესე კარგი, მითხარი მაშინ შენი სამეული. ფინალი მგონია ნიდერლანდები საფრანგეთი? ხო. მესამე? და მესამე ადგილზე მგონია რომ ისევ გავანახავ ფინალში მაროკო და აი მე გულწი უკვე არის. გიორგი, აბა შენ რა სიტყვი? პორტუგალია სოჩერზე ადრესს თქვი და ეხლა ცოტა მე გამიხარდება პორტუგალია რო გახდეს მსოფლიო ჩემპიონი იმის გამო რომ კრიშტიანო ანუ არგენტინა არა, ესპანეთი არა. როგორ გითხათ? ეხლა თქვა ჯგუფში ჩარჩება თქო არგენტინის ჯგუფიდან გამომდინარე რაღაცა წარმოუდგენელია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონი შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე რჩება ჯგუფში. წე ნიდერლანდები ამბობ შენ. ეხლა გიორგის მოусმინოთ სამეული. ხო, თვაც სულ ეგრე არის. საფრანგეთის შემთხვევაში ერთხელ იყო, მაგრამ ეხლა რაც ქნას კი ვნახე. გერმანია იყო. ჩემ ნუ გააჩნია ხო ვინ რომ ადგილზე გავა და კვეთები როგორ არის, ეგეც არ მახსოვს ზუსტად რომ აი თქვა მეოთხედ ფინალში თუ არსები შეიძლება არგენტინა პორტუგალია იკვეთება თუ რაღაც ეგეთი არის. ეგ რო გამოვიწყოთ რომ აი ესე მიყოლებით საუკეთესო 4 გუნდი რო თქვა, მგონია რომ არგენტინა, ესპანეთია, იქვეა პორტუგალია და მეოთხე გუნდი არ ვიცი, საფრანგეთი, მგონია რომ ისევ ფავორიტი იგივე შემადგენლობიდან გამომდინარე. დღეს ამ წამს მგონია ეს 4 გუნდი საუკეთესო და სადაც იქვე არის ინგლისიც. ინგლისი საერთოდ დაგვავიწყდა ჩვენ ინგლისი. ინგლისიც მგონია შემადგენლობით არავის ნაკლები არ არის და ხა ეს ვამბობ ამ გადმოსახედიდან. უშუალოდ მსოფლიოს ჩემპიონატის წინა დღეებში რა იქნება, ვინ როგორ ფორმაში მივა იქამდე, ვინ ტრავმას მიიღებს, ვინ არა, ვინ სრული შემადგენლობით იქნება, მაქედან გამომდინარე უფრო დაწვრილებით მერე ვილაპარაკებს და ეხლა ეს არგენტინა, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, ინგლისი, 5 საუკეთესო გუნდი არის. ხო, ალბათ აგეთ ხმები მეც მართალია ახლა მართლა ამას ვეთანხმები ლუკას რომ შეიძლება მაროკომ გაისტროლოს და რაღაც სენსაცია შემოგთავაზოს უდაოდ, იმიტომ რომ გამოცდილებაც აქვს უკვე, თან მოთამაშეები უკვე ისეთი ყავს რომ რაღაც შეუძლია მართლა გამოკრას ხელი, მაგრამ კარგი, მაროკოს გარდა ვინ შეიძლება კიდე სენსაცია მოახდინოს? რა სენსაცია არ არის ნიდერლანდები? მაგრამ ერთადერთი ნაკრებია სოჩურის, ვისაც არგენტინამ ვერ მოუგო ძირითად დროში, ხო? ნუ საფრანგეთსაც ვერ მოუგო. არ წაუგია ხო, აი ძალიან რთული არის. მე ხორვატიას გულშემატკივრობ ყოველთვის, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია რომ ცოტა უკვე გადაბერებული გუნდია და ესე სტაბილურად ყველა მსოფლიოს ჩემპიონატს მაინც ხორვატიაა და ხან ფინალი ითამაშს, ხან ნახევარფინალი ძალიან გაუჭირდება. არ ვიცი, ძალიან რთული სათქმელია. უფრო ალბათ მე მგონია რომ თურქეთი გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეხლა ხო შესარჩევი უწევთ მაგათ, პლეი-ოფი უწევთ. მგონია რომ უეჭველი უნდა გავიდნენ და აი ამიკვირდება თუ იქაც რაღაც სენსაციას შემოგთავაზებენ, იმიტომ რომ ძალიან მზარდი და ახალგაზრდული და კარგი გუნდი არის. ანუ აფრიკა არა და სამხრეთ ამერიკაც არა. აფრიკა ძალიან კრიზისშია. სამხრეთ ამერიკას რაც შეეხება, აი ეკვადორია ძალიან კარგი გუნდი, უნდა დავაკვირდეთ ეკვადორს.
ურუგვაის ყოველთვის გულშემატკივრობ, მაგრამ ურუგვაი თუნდაც ნახევარფინალში გავიდეს, არ ნიდერლანდები რომ ნახევარფინალში გავიდეს, შემც იგივე ურუგვაი გავიდეს, მაგრამ სენსაციად ვერ აღვიქვამ. აი ეკვადორი, კოლუმბია სამხრეთ ამერიკიდან საინტერესოა ხოლმე ყოველთვის მათი გამოსვლა. ეკვადორი მგონია სამხრეთ ამერიკიდან ბრაზილია, არგენტინის მერე ყველაზე კაი გუნდი ეგ არის რა. და კოლუმბია არა. არგენტინა ბრაზილიის კი არა, ბოს ბრაზილია არგენტინა, თვითონაც. კარგი. გასაგები. მოკლედ, ესე გაყრით მსოფლიო ჩემპიონატი. კიდე, ახლა იმდენი ხანი შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ხო, აბარა მაგი არ დამთავრდება რაც. როგორ იქნება? ბევრი სხვა ივენთია კიდე და იწყება იანვრიდან პირდაპირ იწყებენ ჩვენი ნაკრებები. ეს მათ შორის შემდგომში ესეც იქნება საერთოდ რომ მივახლოვდებით ამ ჩემპიონატს. ეცერა აი ყველას ეცნობე ხა ყველას ვერ განვიხილავ, ყველას ცნობილი ფეხბურთელების ზოდიაქოს ნიშნობის მიხედვით, აი ვის ეკნება მეტი შანსი გაემწყინოს, ვის მეტი დაუშვა ტრამულობა და ასე შემდგომ. ამაზეც მე აუცილებლად საქართველოს ფუტზალის ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ჩაერთვება ასპარეზობაში და რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებთ, ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატზე მოხდა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები და ისიც იანვარში აიღებს სტარტს, ასე რომ პირველივე თვე იქნება ძალიან დატვირთული. გასაგებია, რომ მეტოქეები არიან, ის განსაკუთრებით ხელბურთში, რა უნდა გააკეთო იქ არ ვიცი, მაგრამ ვართ ამ ტურნირზე და უკვე მაგარია. პროგრესირებს სპორტის შესახებ. არა, რასი ვერ ხაჩავთ, იცი, მაინდა-მაინც, აი თუ არ ჩავთვლით ფიგურულ რეალს, სამთრის სახეობები, ნაკრები. რაღაცა ჩავარდნები. ოლიმპიადა უწევს მალე და ძალიან სამწუხაროა, რომ ზამთრის სახეობებში არასდროს არ ველოდებით. აშკარა ჩავარდნა, კი. რთული ამბავია, ეს ფინანსურად არის ძალიან რთული. მიუხედავად იმისა, რომ რელიეფი ხელს გვიწყობს და უამრავი კარგი კურორტი გვაქვს. ფინანსურად მომზადება სპორტსმენის სამთო-სათხილამურო სახეობები ავიღოთ, ძალიან ძვირიჭდება, ძალიან დიდი სხვა მიდგომა უნდა მოკლედ ტრადიციებიც ხო, ანუ ტრადიციებიც არ გვაქვს ისე. ხო, რაცა იყო იქ არა, ვიღაცები იყვნენ ხალხადია, მაგრამ ნუ ყობა აკადემია აბსოლუტურად იმპრიმავდა ტრისა. ჰოკეიში გვაქვს გარკვეული წარმატება, იმიტომ რომ გავიდით ერთი ლიგით. ხო, ჰოკეი ცოტა გამოცოცხლდა, კი, უდავოდ. ახლა რთულია ყველაფერს შეეჭიდო, ჩვენი რაც არის იმას კარგად ვაკეთებ და მადლობა ამისთვის. ძალისმიერ სახეობებში მაგრები ვართ, ახლა ყველაფერს ხო, ნუ ყველაფერ ხა ეგეც ბევრია, ასე წარმატებას ის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა სანდრო ბაზაძე, რომელიც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში და ეგეც მე სულ მიხარია ხოლმე, როცა ისეთ სპორტებში, სადაც ნაკლებად გვაქვს წარმატებები, გამოჩნდება სპორტსმენი, რომელიც მაღალ დონეზე ასპარეზობს. ეგეთია ფარიკაობა, რავი, ყავდა იქ ნიჩბოსანი ყავდა და ოლიმპიადებზე კარგია ხოლმე რა, სადაც ელოდება ხე ძიუდოა, ჭიდაობა, ეგეთ ძალოსნობა, იცი რომ ვიღაც ყავს ესეთ ვინ წარმატებას მიაღწევს და ცოტა იქით რო გვერდზე რო გაიხედავ, რომ ისეთ სახეობაა, სადაც შენ თითქოს არ გაქვს დიდი ტრადიციები და ვიღაც გამოჩნდება, ვინც მაღალი მიზნებს იბრძვის, ძალიან კარგია ხოლმე და რა ხეთ ეს მაქსიმალურად შეიძლება იკამათო მაგაზე ბაზაზე იყო თუ არა წლის საუკეთესო სპორტსმენი, მაგრამ ცხადია დამსახურებული. ხო, მაგრამ ეცი რა დასაფასებელია გიორგი, იმიტომ რომ ოლიმპიადის მერე რაც მაგასი გაუკეთეს, აქვთ ხოლმე პროსტრაცია. ყველანაირ სპორტსმენს ძალიან უჭირს ფსიქოლოგიური აღდგენა. ამას ესე იგი რა ძალის მეყვა, რა ძალა აქვს, რა ენერგია აქვს, რა ნებისყოფა და რწმენა, რომ შეძლო ამის მერე აღმასვლა გასულ და კიდე სერიოზული წარმატებების მიღწევა. ხო, სხვადასხვანაირი აზრი ქონდეს, მაგრამ შეიძლება იგამასოთ ხო მაგას ხო. ჩემი საერთოდ დვალიშვილი იყო საუკეთესო სპორტსმენი, რომელიც 4-ჯერ ანუ ჩათვალე რომ დასახელებიდეთ ზემლის ხო, ნახე, რას ვამბობ, საკამათოდ რო შემოვაგდო ეხლა უცებ თემა რა, ის თუ ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გავიგე რომ ერთხელ ტარდება და ხმეჯერ გახდებოდა ხო, მაგრამ ამან 4-ჯერ დაიცვა, ანუ 3-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, იმიტომ UFC-ს კამარი ნიშნავს მაგ სპორტში მსოფლიოს ჩემპიონობას, ზუსტად, და 3-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და მე-4-ედ ნუ ვეღარ დაიცვა. აი როგორ გახდებოდა? ხო, ნუ ჩემი აზრი ხუხიჩა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგოს. ან კარგია რომ ეგეთ საკამათო გვაქვს, მაგას ვამბობ კაცო. თვალიშვილი არის თხის რქა, ხალხო. ჩემგან შეგიძლიათ გადასცეთ, რომ სექტემბრის ბოლომდე რაც შეიძლება მეტი. არამატო ვარჯიშს, არამედ გამოვიდეს რინგზე და აი უკვე სექტემბრიდან, როცა სექტემბრის ბოლოდან შავ-მთვარე გადავა მის ზოდიაქოში, მერე იყოს თხილა, ტრამულობა იქნება მაღალი და უიღბლობა. და ამას მიაქციოს ყურადღება. მიაქციოს ყურადღება. ანუ უნდა მივაცნიოთ ხმა აუცილებლად. ისე ფილოსოფიები ვინ ყავს, აი ესეც უნდა გავადგინოთ.
და გარკვეული გაფრთხილება მიცეთ, იმიტომ რომ ტრავმულობა შულდოსანს და გაგდება მოედნიდან და აი შინაგანი ფსიქოლოგიური სტრესების ტენდენცია ექნება ყველა შულდოსანს დაიწყებათ. თუ წელი. უკვე დაიწყო, ახლა წლიდან დაიწყო და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს. აი ვინ ყავს უბრალოდ ახლა ყველა არ მახსოვს, მაგრამ აი შულდოსანს განსაკუთრებული ყურადღება. საერთოდ შულდოსანი რომ შულდოსანია, ეგ არის ყველაზე მაგარი რა. სამაგეროდ აი კეჩხებები წამოვწიოთ. კეჩხები ვინა? ლოსაბერიძე ხო შულდოსანი? ეთევანი მე მგონი კი. მე მგონი ზოდიაქოთაც. ან შულდოსანი, შეიძლება შულდოსანიც გასარკვევი ახლა არ მახსოვს. სვაჩორის მესია კეჩხები. ხო, ეს ასე რომ მესიმ შეიძლება კიდე ერთხელ გაეწყინოს ამ სოფლიო ჩემპიონატზე. მაგიტო მიხარდა წეგან რას თქვი. ხო. არ დავიწყოთ ლუკა ჩვენ საქმეს მივხედოთ და მე თან ვილაპარაკოთ. აფრიკის თასი მიდის მოგეხსენებათ. ალბათ ახლა ყველა საინტერესო ეგ არის რაც ხდება, ბევრი არაფერი არ არის და მაროკოშია თან კარგი თამაშები არის, მაროკო მთავარი ფავორიტია. პარასკევს საღამოს და მანამდე იქნება ეს გადაცემა უკვე დადებული და მაყურებელიც ნახავს. საინტერესო თამაში არის ეგვიპტე სამხრეთ აფრიკა. რა არის რომ პირველ ტურში ორივე მოიგო, 3-3 ქულა აქვს ორივეს და პრინციპში ფრე ხელსაძლევს 4 ქულით რო იყვნენ ორი ტურის მერე თითქმის ორივე გაინაღდებს შემდეგ ეტაპზე გასვლას, რადგან პირველ ტურში მოიგეს. ასე რომ არ მგონია რომ აქ თავი მოიგლან გინდა თუ არა რომ ერთმანეთს მოუგონ. ეგვიპტე არის საკმაოდ დიდი ფავორიტი. ეგვიპტეს პირველ ტურში გაუჭირდა მიუხედავად იმისა, რომ არის ალაჰი, არის მარმუში, არის ვარსკვლავები. ძალიან გაუჭირდათ. ბოლო წამებში მოიგეს იქ თამაში სუსტ გუნდთან და არც ეგ არ ფორმაში არიან. სამაგეროდ სამხრეთ აფრიკა ბოლო პერიოდში ბევრ თამაშს იგებს, კარგი ფორმაში იყვნენ ამ აფრიკის თასს და მე ვფიქრობ, რომ ერთი პირდაპირ იქსაც ფრესაც ურჩევ მაყურებელს იქიდან გამომდინარე რომ ასე გასაკვირი არა. ხო, ჯერ ერთი რომ აი უამრავი გოლი აქ არ გადის და ფრე საკმაოდ ხშირი მოვლენა და მგონია რომ ფრედ დასრულდება ეს თამაში, მაგრამ მაინც თავი რომ გადავიზღვიო X2-ს ავიღებ. ანუ სამხრეთ აფრიკა არ წააგებს ამ თამაშს, ან ფრედ დასრულდება, ან სამხრეთ აფრიკა მოიგებს და საკმაოდ დიდი კოეფიციენტია 1.85 ლუკა ამაზე. არ მგონია რომ ეგვიპტემ ეს თამაში მოიგოს, იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკა ჩემი აზრით ბევრი არაფრით ნაკლები გუნდი არ არის ეგვიპტეზე. მეორე ფაქტორი არის ის რომ ფრე ორივეს ხელს აძლევს და თუ ფრე არა და მე სამხრეთ აფრიკა მოიგოს. ეს არის ჩემი პირველი რჩევა მაყურებელს. მაგაში კი დაგეთანხმები ნამდვილად, იმიტომ ასტროლოგიური კითხვითაც ახლა ორივე გარკვეული აკმავლობის ზონა ამ ქვეყნებს და მათ ნაკრებებს, ამიტომ მე მგონია რომ დაჯერდებიან ფრეს. რატომაც არის. ჩვენიერია. კარგი, მე პორტუგალიაში ბრაგა ბენფიკას შევეხები. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი მსაჯი, მე მგონი რომ წლის ბოლო შეხვედრაში ძალიან დაძაბული თამაში უნდა გამოდგეს. თან ახლა ბენფიკა ბრაგა რო იყოს, არ გავეკარებოდი და ბრაგა ბენფიკაზე მე მაინც მგონია რომ ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი უნდა იყოს ამ მატჩი. ახლა ყვითლები რო არ ჩავწერო ერთი პროგნოზი მაინც მე არ ვაპირებდა შენ მაინც დაწერე. ხო, მე ჩავწერ მაშინ რომ იქნება ძალიან ბევრი ყვითელი ბარათი. ახლა შევხედოთ უბრალოდ რამდენი და როგორ იქნება გამოტანილი და იქიდან გამომდინარე როგორ გიღებთ რისკი, ისე გაითვალისწინეთ. ცერა ბენფიკა მიყვარდა ხო ოთის ჯერ კიდევ ესობიოს გამო. მეხლე, მაგრამ თან ბევრჯერ აქედან გამომდინარე ვაკვირდებოდი თამაშებს და თან ბევრჯერ დავიჭირე ეს აზრი. აი როგორც ინტერს ამწარებს ბოლონია, ხო? რაც უნდა ხოლმე. ბრაგა ძალიან ხშირად ამწარებს ბენფიკას. ასე რომ სავსებით მოსალოდნელია რომ სენსაციასაც თუ აი სენსაცია გამოკრათ ხელი. დაძაბული თამაში უნდა იყოს. გამოუშვი მეორე რეგიონი. კარგი, ალბურთ შევეხები ევროლიგას. აქ საინტერესო მატჩებია. ყოველთვის ესეც პარასკევს არის საღამოს 9 საათზე. პარტიზანი მაქაბი. ევროლიგა ძალიან საინტერესო ტურნირია პირველ რიგში ამას აღნიშნავ. პარტიზანის მთავარი მწვრთნელი იყო ჟელკო ობრადოვიჩი, ლეგენდარული ადამიანი, აბსოლუტურად ლეგენდარული, რომელსაც 9-ჯერ აქვს ევროლიგა მოგებული. ევროლიგა არის იგივე გალობში რაც ჩემპიონთა ლიგა საფეხბურთში. 9-ჯერ, ანუ ნახე მარტივად რო აუხსნა მაყურებელს, ეს ტურნირი მადრიდის რეალს აქვს ყველაზე მეტჯერ მოგებული 10-ჯერ თუ 11-ჯერ. 10-ჯერ მე მგონი. და მეორე ადგილზე არა გუნდი, არამედ მწვრთნელია ობრადოვიჩი 9 ჩემპიონობით. 5-ჯერ მოიგო პანათინაიკოსთან ერთად, ერთხელ პარტიზანთან, ერთხელ თუ არსები მაკაბისთან. მოკლედ 9-ჯერ აქვს მოგებული და ეგეთი კაცი იყო ამათი მწვრთნელი და გადაწყვიტეს გაშვება. როგორც კი გაუშვეს შემდეგ თამაშზე გულშემატკივართან, მაგათ ხო აბსოლუტურად გადარეული კომაგები ყავთ. ყველა გულშემატკივარი 20,000 კაცი დარბაზში მივიდა ამ ჟელკოს სურათებით, ეს კაცი რატო გააგდებდა და ცოტა რთულ პერიოდს გადიოდა გუნდი. დანიშნეს ახალი მთავარი მწვრთნელი პენიაროია, რომელიც ბარსელონას მწვრთნელი იყო ბოლოს.
გუნდში გადმოვიდა კამერონ პეინი, საკმაოდ ცნობილი და კარგი ამერიკელი გალბურთელი, რომელიც NBA-ში ესე რუსტერის უბრალო მოთამაშე არ იყო, იყო გუნდებში ნიუ-იორკში და რამდენიმე გუნდში, სადაც ერთ-ერთი წამყვანი გალბურთელი იყო. და მე ვფიქრობ, რომ ახალ თავმჯდომარეთან თავის სტარკ არენაზე, სადაც 20,000 კაცი მივა, ახალ თავმჯდომარეთან ერთად, ახალ გალბურთელებთან ერთად, პარტიზანი, რომელიც ბოლო პერიოდში სულ ფორმაში იყო, თამაშს მოიგებს. თან მეტოქე არც შეძლიერია, მაკაბი, თელ-ავივის ამ ეტაპზე არც შეძლიერი, თორე ისე ორივე გრანდია ევროპული გალბურთის. მე ვფიქრობ, რომ აი ამ 1.65 აქვს პარტიზანს ერთიანზე და წარმოუდგენელი მგონია, რომ აი იმ დარბაზში ახალ თავმჯდომარეთან ერთად ხალხში პარტიზანმა მაკაბისთან ეს თამაში წააგოს. კარგი, მე მაშინ Manchester United-ს უნდა შევეხო. ვულვერჰემპტონს ეთამაშება. ვულზი ისეთ ფორმაშია, ფორმაში კი არა. როგორ ყველაზე ცუდია, ხო? ეხლა არის გოლმალე თამაში. ვულთან. მეგონი ნიუკასლთან თუ რაღაც თამაში. არა, ვულს ეხლა არ მოგეს 4-1. Manchester Newcastle მეც ეგრე მაქვს. Newcastle-ზე თამაში მე ცოტა იქით მივდივარ. გადაახტი? გადავახტი ესა. ავიღებ, გეტყვი რომ მინდი აბა როდესაც 4-1 მოიგეს ახლა. 31 ჯარი ვულზი Manchester-ი. Manchester-ი ვულზი არის რა, United-ი ვულზი. 21 რიცხვის, კი. ეხლა არის ორი კვირისი. ხო. მე ასე ხო არის. არა, ჩემპიონატში იყო და მეორე წრის მატჩი ახლა იქ ხო იცი როგორ წდება. ცოტა არის აი უკვე მეორე დღე. რა თქმა უნდა, დაიწყე იქ მესამე დაიწყე. ხო და მოკლედ, სადაც 4-1 სტუმრად მოუგეს ვულზი, კატასტროფაა რა. მე უბრალოდ გონია, რომ ამ შეხვედრაში Manchester-ი ისევ განსაკუთრებით სახლში მინიმუმ 3 გოლს გაუტანს. 2 და 2-ია კოეფიციენტი ამაზე. ორზეც ნორმალურია ხა პრინციპში შეგვიძლია თუ რისკი არ გიყვართ. მაგრამ მე ავიღებ რომ 3 გოლს სახლში United-ი გაუტანს. ყველაზე შემტევი გუნდია, ეხლა მე რომ მკითხო ინგლისში, აი ახლა პრემიერ ლიგაში ყველაზე შემტევი. ვულზის ფაქტორიდან გამომდინარე. ვულზი ხო არ იქნება გასაკუთრებით. რა პოლიცია დრო საკუთარ მოედანზე ერთადაშობს. Manchester-ი ვერ თამაშობს. არა, საერთოდ საგარეო გუნდები მეტია. ვიდრე სახლში არ სადაც ახლა და ყველაზე კომფორტული მეტოქი არის ამ შემთხვევაში, იმისთვის რომ გამოასწორო. ასე რომ Manchester-ის გოლებს ან ზოგადად მატჩის მეტი გოლით შეგვიძლია ავიღოთ, არც ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ დაცვა კატასტროფა ყავს Manchester-ს. აი, უკვე ინდივიდუალურად მაგაზე შევხედოთ ყოფილი გუნდის კავშირი. შევხედოთ სად ვარსკვლავებში როგორ არიან და მე ვისაუბრებ. მიდი გიო. კარგი, მოკლედ მე დავასრულებ და ვიტყვი ჩემ მესამე თამაშს. გვატემალაში უნდა წავიდე. აქ არის ფინალი. აპერტურას ფინალი არის მუნიციპალი ანტიგუა. მეორე თამაშია, პირველი თამაში ანტიგუა მუნიციპალს მოუგო საკუთარ მოედანზე 2-0. ეხლა ვიტყვი რომ მოუგებს მუნიციპალი. აქ რა ხდება? გვატემალაში ხდება ძალიან საინტერესო რამე, სახლში ვინც თამაშობს ის იგებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეგრე არ არის, მაგრამ რაღაცა 80% თამაშების სულ ლიდერი აუტსაიდერს ეთამაშებოდეს, აუტსაიდერი შინ იყოს, უგებს მაინც ამ ლიდერს. ზედასნე ამას. მთელ სამხრეთ ამერიკაში ერთ და იგივეა, მარტო ხო, რამდენიმე ქვეყანა არის, სადაც განსაკუთრებული, არ ვიცი, ახსნა ავტომატებით ხდებიან იქ გასახდელში სტუმრებს თუ რა ხდება, ეგ არ ვიცი. აი ნიგერიის ჩემპიონატი საერთოდ საოცრებაა, ნიგერიაში ხდება როგორი რაღაცა, რომ სტუმრად გუნდმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში 3 ქულა თუ აიღო, ის ხდება ჩემპიონი. იმიტომ რომ მასპინძელი იგებს, ამ აზრი არ აქვს, მასპინძელი იგებს. იქ მართლა ეგეთი ამბავია ალბათ, რომ უბრალოდ ავტომატებით ხდებიან გასახდელებში სტუმრებს და აშინებენ და. ხო, გვატემალაშიც ეგეთი საინტერესო ვითარებაა, მაგალითად ამ მუნიციპალს ამ ფინალამდე სანამ გასვლაზე ითამაშებდა ანტიგუასთან, სახლში ქონდა ზედიზედ 10 თამაში მოგებული. 2-0 წააგო პირველი არ ვიცი რამდენად ჩემპიონი გახდება, მაგრამ უბრალოდ მოიგებს. შეიძლება ჩემპიონიც გახდეს, იმდენით მოუგოს, რომ ეს 2-0-ს არ მოხვრას, მაგრამ ერთიანი მგონია და კოეფიციენტი ჯერ არ წერია, მაგრამ ცოტა არ უნდა კონდეს, იმიტომ რომ ანტიგუა რო სახლში იგებდა ერთი კვირის წინ ამ მუნიციპალს 2-2 ქონდა ანტიგუა სახლში. ამასაც ეგრე ექნება და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგია 10 თამაშია გუნდ სახლში მოგებული, იქიდან სახლში ყველას უგებს და ეს ანტიგუა და მოსაგები აქვს აუცილებლად, იმიტომ რომ 2-0 წააგო და ამ ანტიგუასაც ერთი ბურთით წაგება აწყობს და ასე რომ ყველანაირი მაგარი მიგნება. კი, ჩემი აზრით მუნიციპალი ამ თამაშს ეს არის შაბათიდან კვირაზე ღამის 4 საათს. შვენიერი, კაი, მე დავასრულებ სერია 10, ატალანტა ინტერი გვაქვს ეს მატჩი. 4 შეხვედრა, ატალანტას ინტერისთვის გოლი არ გაუტანია, 0-ზე აგებს, თან აგებს აბსოლუტურად უშანსოდ. ჩემპიონატში ინტერი უკვე კარგად გაიქცა და აი ამ თამაში მგონია რომ ეს ნავსი გახდება და ორივე
გაუტანს ერთმანეთს. არავითაც გაიტანს სახლში და ინტერიც წარმოუდგენელი ხა 3 წელი გოლს ვერ უტანდა ინტერს, ეგრე არ არის ხა. ვიღაცაზე კრემონეზე რო იყოს, შეიძლება არ ამეღო, მაგრამ ატალანტაა და გუნდია. თან კარგი სერია აქვს, ხო, ჩემპიონატშიც მშვენივრად გამოიყურება ბოლოს შეხვედრებს იგებს. ლიგაზე განსაკუთრებით. არა, მგონია რომ ორივე ერთმანეთს გოლს გავს, ხო, დანარჩენი ხა ვინ მოიგებს და როგორ დასრულდება, ეს უკვე სხვა თემაა. აი ეს ხება ჩემი მესამე პროგნოზი. მოდი ახლა ნელ-ნელა დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ. ეს კიდე ცალკე თემა ხალხი გვეკითხება ჩვენთანაც, რომ როგორ უნდა წარმოვთქვათ, შობა ახალი წელი აღარ გამოდის, ახალი წელი შობა გამოდის ჩვენ შემთხვევაში და ესე ხო არ შევცვალოთ ხოლმე. დამდეგ ახალ წელს შობას გილოცავთ. ახალ წელს და შობას. ესე შეიძლება. დამდეგ ახალ წელს და შობას. აუზ და ეს არის წარმატებები, აუცილებლად მოგებები, გვენდეთ, ხანდახან სკეპტიკურად შეხედეთ ყველაფერს, მოკლედ ჩაერთეთ ამ საქმეში და საინტერესოა. მომავალ წელს მოგებების ტენდენცია მოიმატებს, იმიტომ რომ ასარკული წელიწადია, ასარკის გაზიარდება და მოგებების შანსები მეტად მოგეცემა. განსაკუთრებით გიორგის მეორე ნახევრიდან წელს. ეს უკვე ჩამიჯდა თავში. არა, რას მეუბნება ბატონო, ნუ შეგშურდა. კიდე ხდება ეს. შენ მარტო წლის მეორე ნახევარში და მე მთლიანად სტაბილურად მიდი. რა თქმა უნდა. მეც გილოცავთ ყველას, შევხვდებით ახალ წელს მალევე, როგორც შეგვირდით, ასე რომ შემდეგ წლამდე. გილოცავთ წარმატებები. კარგად.